მოგესალმებით, შენი პოდკასტი, მე-11 ეპიზოდი. ამ ეპიზოდს წარუძღვები მე, ნიკას მაგივრობას გავწევ. დღეს ჩვენი სტუმარი არის ფსიქოლოგი თეო დევდარიანი და დავიწყოთ ახლა მასთან საუბარი. ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი თემა მაინტერესებს და პირველ რიგში მოგესალმები თეო. როგორ ხარ? გამარჯობა. ჯადოსნურად შენ. მეც კარგად, მადლობა. თეო, მოკლედ ესეთი საწყისი, ესე ვთქვათ, ათვლის წერტილი რო ავიღოთ და მაქედან მოვუყვეთ საუბარს. პირველ რიგში მინდა რომ მოგვიყვე და მსმენელსაც და მაყურებელსაც უკეთესი წარმოდგენა რო შეექმნას შენზე, რა საქმიანობ, რა საკეთებ და ვინ ხარ, საიდან მოდიხარ. პირველ რიგში მინდა კითხო შენ შესახებ, შენი ბექგრაუნდის შესახებ და ესე თავიდან რომ მოვუყვეთ და ძალიან დიდი მადლობა. პირიქით. იცი რა არის? ვფიქრობ, რომ უფრო დავიწყებ ალბათ როგორ მივედი ფსიქოლოგიამდე, რაღაც ესე უფრო. ხო, თუ გინდა შენ შესახებაც რამე ისეთი დეტალი თუ არის, რაც უნდა ვიცოდეთ და რაც ხდის შენ პერსონაჟს. აი, ალბათ უფრო ეგეც მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ძალიან როგორ მიხვედი ფსიქოლოგიამდე, ეგ ზარ ამ მიგიყვანა, მაგრამ მანამდეც თუ არის ისეთი რაღაც სიტყვაზე, აი, ბავშვობის, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, შენს ბავშვებთან აპრაქტიკებ ძირითადად ბავშვებთან ვარ ამ ეტაპზე, ხო, და შენ ბავშვობაშიც თუ იყო რაღაცა ისეთი გარდამტეხი მომენტები, ან საინტერესო მომენტები, რამაც შემდეგ მე აი უკვე რომ მიხვედი ფსიქოლოგიას და აღმოაჩინე, რომ თურმე აი ამ რიგმა მოვლენებმაც რაღაცა ითამაშა შენ უკვე კონკრეტულ ქმედებებზე იმ ამწყოში და ოკეი, კი, საკმაოდ დიდი როლი ითამაშა და მაშინ ესე დავიწყოთ, რომ ბავშვობიდან რაღაცნაირად სულ მიყვარდა ჩემ თავთან ყოფნა და ეს განმარტოების პერიოდები რაღაცნაირი soulmate-ური იყო ხოლმე ჩემთვის და მადლიერი ვარ, რომ მქონდა ხოლმე ამის საშუალება რა. და მიყვარდა აი ამ ჩემ ფიქრებთან ერთად ყოფნა, რაღაცნაირად დაკვირვება, თუ როგორი ვიყავი, რანაირი ვიყავი, სხვა შორს ხშირად მიყვარდა სარკესთან ყოფნა და ველაპარაკებოდი რა ხშირად ამ ჩემს თავს მოკლედ. სულ ვუყურებდი, რომ აი როგორ გამოვიყურები, რა ფიქრები მაქვს, რა მოდეს და საკმაოდ ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. მიახლოებით რამდენი წლის იყავი აი იმ პერიოდში, როცა ეგეთი უფრო სკოლის, ადრეული სკოლის საფეხურები არის, რაც ახლა მახსენდება. მე იყო ესეთი მომენტი, რომ ხო იცი ბავშვობაში სულ ვფიქრობ, რომ რა გინდა რომ გამოხვიდე თუ რაღაც მსგავსი ან რა გინდა რომ გააკეთო, როცა გაიზრდები და არ ვიცი, რატო ძალიან დიდხანს იყო ეს სურათხატი, საიდან მოვიტანე, ეგეც არ ვიცი, რომ მე უნდა ყოფილიყავი რაღაცნაირად ბავშვთა სახლის დირექტორი. ხო, აი ეს არ ვიცი, როგორ დაიბადა. მე რო გავიზარდე, ამას დავაკვირდი და მივხვდი, რომ ეს იყო იმპულსი რაღაცნაირად, აი ბავშვებზე ზრუნვის იმპულსი. და ბავშვობიდანვე შენ ბავშვს ჰქონდა სანდაყოლილი. ბავშვობაში კი ეს ფიქრები იყო, აი საკმაოდ ინტენსიურად და დღემდე წააკარგად მახსოვს. ოღონდ წარმოდგენა არ მქონდა, როგორი იყო, რას ნიშნავდა ეს საქმიანობა რა. ისიც არ ვიცი, საიდან მოვიტანე მართალი რო გითხრა. როგორ ერთ დღესაც ესე შემოვიდა, მოკლედ ეს ფიქრები და მახსოვს აი სურათხატიც კი მქონდა, რაღაცნაირი რამოდენიმე სართულიანი ესეთი შენობა, სადაც დიდი ეზოთი, ბევრი ბავშვით და ესე იგი ამის დირექტორი. ხო. და ეს თავს არ მანებებდა რაღაცნაირად და მე დაიწყო წარმოდგენები თუ აი როგორი იქნებოდა ეს სახლი, რა უნდა გამეკეთებინა ამ ბავშვებისთვის, რომ ყოფილიყვნენ რაღაცნაირად შინაგანად კარგად. აი უფრო ხორცის შესმა დაიწყე შენც მაგ იმპულსის და ხო, აი ეს იყო ყველაზე ადრეული რაც გამახსენდა ეგეთი იმპულსი. ხო, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს იყო მაინც შენი აი რაღაც სულიერი მისიის, აი შენი სულიერი მასწავლებლების მიერ რაღაც
შენგან გამოძახილი რომ აი მაგას მიყვე, იმიტომ რომ ეგ ძალიან საინტერესოა რომ ეგეთ ადრეულ ასაკში რომ გაგიჩნდა ეგ სურვილი და აი დღემდე მაგას გამოყევი ეს შემართებით და არ გადაგიხვევია ეგ ძალიან ისეთი არის. საინტერესო მომენტი არის და მგონია რომ საკმაოდ ღრმა და უხილავი სულიერ ასპექტებთან აქვს კავშირი. მადლობა, ხო, რაღაც ესე იყო. მე რა თქმა უნდა, სხვა პროფესიებზე ფიქრიც იყო ბუნებრივია. გამომდინარე ვთქვათ, მშობლების პროფესიებიდან და ასე შემდეგ. თუმცა ეს რაღაცნაირად შინაგანად მაინც იყო და სულ ვაკვირდებოდი ამას, რომ რა უნდოდა თუ არ ვიცი. ხო, მე მახსოვს თინეიჯერობა ჩემი საკმაოდ მკაფიოდ მახსოვს და ეგ პერიოდი ძალიან მყარად უკავშირდება დღევანდელ ჩემს საქმიანობას, იმიტომ რომ ეხლა უკვე ამ ეტაპზე ძირთადად უფრო ხშირად თინეიჯერებთან ვმუშაობ და დიდი გავლენა ზუსტადაც ჩემმა თინეიჯერობა მიქონია, იმიტომ რომ მახსოვს ჩემი ფიქრები ჩემს თავთან კიდე ერთხელ მაშინაც იყო პერიოდები, როცა ძალიან მიყვარდა ცალკე ყოფნა რაღაცნაირად, ძალიან სოციალურიც ვიყავი, საკმაოდ ისეთი ხშირად ეზოში ყველაფერი მქონდა, თუმცა ამის გარდა კიდე მიყვარდა ცალკე ყოფნა და აი რაღაცნაირად ფიქრები და ვაკვირდებოდი თუ რა ფიქრები მაქვს შინაგანად. ხო, ეგ პროცესი სულ მთელი ცხოვრება მიდიოდა შენში. მახსოვს რომ მაღალი 16 სართულიანი მოკლედ კორპუსები იყო ჩემს უბანში და მაშინ ღია იყო ხოლმე მათი სახურავზე გასასვლელი. ჩემთანაც ეგრე იყო. დაკეტილია. მაშინ მოკლედ იყო რა, ხო და კი მართალია რაღაცნაირად ჩუმად უნდა შეპარულიყავი, რომ იქ მე-16 სართულის მეზობელს არ გაეგო და ასე შემდეგ. მაგრამ ახსოვს რომ მოკლედ იქ მიყვარდა ასვლა დღისით და რაღაცნაირად აი ქვევით ამ ხმაურს რო ვტოვებდი და საკმაოდ სიწყნარეც იყო ხოლმე, ნაკლებად ამოდიოდა ეს ქვედა ქუჩის ხმაური და ეს მანქანების ინტენსიური მოძრაობა, ადამიანების ხმებიც და ასე შემდეგ და რაღაცნაირად უფრო მე და აი ზესამყარო აი მაგ ადგილას ვკავშირდებოდი უფრო სიმაღლეზე და მაინც სიმშვიდე უნდა ყოფილიყო. სიმშვიდე უნდა ყოფილიყო. ხო, სახში შეიძლება ეგ ვერ მოგეხერხებინა ეგრე არ ვიცი აი სიღრმეში ჩასვლა შენ ფიქრებში ან უკეთესი ობზერვაცია გარემოს მქონდა მნიშვნელობა, ხო და მომწონდა იქ ყოფნა რა, მოკლედ ეგ რო აღმოვაჩინე ეგ ადგილი და რაღაცნაირად დავკავშირდი მაგ ადგილთან, ხო, მომწონდა იქ ყოფნა, იმიტომ რომ უფრო თავისუფლად ვიყავი თითქოს და უფრო ინტენსიურად მოდიოდა ფიქრები და რა მაინტერესებს? მახსოვს, ხო. მახსოვს მაშინ დამეწყო ესეთი ფიქრები, თუ აი რისთვის დავიბადე, საერთოდაც, რა უნდა გავაკეთო, კი, მაგრამ აი რა ვიცი, რაღაცა სკოლაში ვიარე, მერე კაი უნივერსიტეტში ჩავაბარე, მერე სიტყვაზე, რა ვიცი, ოჯახი შევქმნით და რა ვიცი, და მერე გარდავიცვალე, თუ აი რა ვიცი, და რისთვის არის და რა მერე. ეს მქონდა ძალიან ინტენსიურად, რომ ეგ თითქოს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდა. აი ეგეთი ცხოვრება. და ეგეთში გულისხმობ რაღაც მიზნის და ფუნქციის გარეშე ცხოვრება, ესე ჩვეულებრივად რომ რა თქმა უნდა ეს ოჯახი პროფესია და ეს უფუნქციო არ არის ხადია, მაგრამ უფრო სიღრმისეულ დონეზე მეგონა რომ ეს უფუნქციო იყო რა, რაღაცა უფრო მეტი მინდოდა. ნუ შეიძლება დავარქვა აი შაბლონური რაღაცა ტემპლეიტი, რასაც ყველა ცხოვრებაში გადის, რომ აი დაამთავრე სკოლა, უნივერსიტეტი მოიყვანე, ცოლიან ქმარი, შექმენი ოჯახი, სტაბილური სამსახური, გარდაიცვალე და არაფერი ისეთი შეიძლება ღირებული არ დატოვა და სხვა ადამიანს არ დაეხმარო. აი ეს პირობითად რო ვთქვა და აი ოდნავ უკან რო გადმოვახვიოთ, პატარა კითხვა გამიჩნდა, რომ შენ თქვი, რომ აი მაგ
კორპუსების სახურავებზე აკეთებდი ამ რაღაც ობსერვაციას განმარტოება გიყვარდა მან მოხდა და მან გაგიჩნდა პირველად ეგ ძალიან ისეთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ქვაკუთხედური კითხვები რასაც ჩემი აზრით უკვე მაქედან ვაკეთებთ ჩვენი ცხოვრების რაღაცა გეზის მიმართულების მიცემას რომ აი ეგეთი საკმაოდ სასიცოცხლო ღრმა კითხვები არის და მაინტერესებს აი ეხლა დღევანდელ დღეს როგორ ახერხებ აი იგივე როცა აკეთებ აი ობსერვაციას გიჩნდება კითხვები ან დაკვირვება გინდა შენ თავზე ანუ როგორ აკეთებ ამას სად აკეთებ რა გზით იმიტომ რომ შეიძლება კორპუსის სახურავზე აღარ ახვიდე მაგრამ შეიძლება არ ვიცი მე რატომღაც ეგ წამომივიდა სურათხატი რომ შეიძლება მთაზე ახვიდე რახან აი სიმაღლესთან და სიმშვიდესთან არის ან უბრალოდ შენ აწი უკვე შენ ოსახში დაბრუნდი აი როგორი არის ეხა ეს პროცესი რო შეადარო ძველ თემას ეხლა ძირითადად სახლში ხდება ხოლმე ეს მომენტები და სხვათა შორის ფეხით სეირნობის დროს ასევე მნიშვნელოვანია და უკეთესია თუ მაგალითად სადმე უფრო ისეთ ბუნებასთან ახლოს გარემოში. ხო, ანუ აქტიურ იმაში ხდება. მოძრაობაში ხდება ეს ამბები კი და დანარჩენი ისედაც უკვე როცა მედიტაცია შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში. ეგ პერიოდი არის უკვე როცა აი კითხვები გაგიჩნდა რომ აი როცა გარდავიცვლები რა უნდა ვქნან მანამდე რა შვები აი რაღაც ფუნქციის ფაქტიურად მედიტაციური პროცესი იყო ეხა რომ გადავხედო მაგ კი ესე რა თქმა უნდა მაგრამ აი უფრო გონია შენ გულისხმობ აი რაღაც პრაქტიკულ მედიტაციას გააზრებულ რაღაცა პრაქტიკებს ხო ეგენი უფრო გვიან ასაკში შემოვიდა კი ხო თორე ცხადია ისეც თავისებური რაღაც მედიტაციური პროცესი იყო იმიტომ რომ მოკლედ დამაინტერესა მაგ საკითხებმა და მერე იყო ესეთი პირველი იმპულსი რამაც უკვე აი უფრო ფსიქოლოგიაში წამიყვანა ესეთი შეკითხვა რომ ესეთი საკმაოდ ბავშვური და ესეთი ნაივური შეკითხვა იყო თუმცა მნიშვნელოვანი რომ ადამიანი დედამიწაზე რამდენი ადამიანიც დაბადებულა და ეს იგი კაცობრიობის რამხელა მოსახლეობა იყო და გარდაიცვალა უკვე მეთქი ჩემ თავს ველაპარაკები ნეტა მეთქი ამდენი სული რანაირად ეტევა საშითქო ხო და ალბათ მეთქი ალბათ ისევ ჩამოდიან თქო რა და ეს იყო პირველი რეინკარნაციის იმპულსი მივხვდი მაგ დროს და ეს ისე ღრმად დავიჯერე რომ მაშინ რომ რამე გეთქვა ამის შესახებ რომ ეგრე არ არის ძალიან გაბრაზდებოდი ალბათ რა ეს იყო აი როგორც ინსაიტი საკმაოდ ისეთი ღრმა ინსაიტი ღრმა გააზრება მოვიდა და კი ეგრე არის ისინი ნამდვილად ისევ იბადებიან. ხო, ეჭვიც არ შეყვარია ისეთი ჭეშმარიტება აღმოაჩინე ხო. კი და ხო მე ძალიან მიყვარდა ადამიანებზე დაკვირვება, რომ აი როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ, რომ ვუყურებდი ხოლმე მახსოვს სახლის აივნიდან მიყვარდა მათი ყურება და შემეძლო ის საათობით მდგარიყავი ამ აივანზე. და ქუჩაში როგორ მოძრაობდნენ, ვინცად წარმოვიდგენდი, ვინცად მიდის ნეტა. მეც ხოდა ეგეთი სახლის ფანჯრებს რო უყურებდა ნეტა როგორი ინტერიერია, რას აკეთებენ შიგნით აი ეგეთი ხო ეგეთი. და როგორ ცხოვრობენ ნეტა, როგორი აზროვნება აქვთ, რას ფიქრობენ და სხვათა შორის მიყვარდა ყოველთვის მაინტერესებდა გამომეცნო თუ აი ამა თუ იმ ჩაცმულობის მიხედვით როგორი მაინდსეტი შეიძლება და ქონოდა და ესეთი რაღაცები და ამას რომ მივხვდი რომ მაინტერესებს ადამიანი მე დავიწყე უკვე პროფესიის არჩევაზე რომ მიდგა საქმე დავსიკითხვა რომ რა არის ის პროფესია რომელიც ამას სწავლობს და ფსიქოლოგია იყო იმ ეტაპზე ხო გადავწყვიტე რომ ხო ეს მეცნიერება მესწავლა ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე ჩააბარე შენ ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე თუ ეგეც მაინტერესებს ფსიქოლოგია იყო და კიდე სხვა პროფესიებიც იყო მაშინ მოკლედ ისე მოხდა რომ მე დავამთავრე 11 კლასი ანუ 12 არ იყო მაშინ აღმოჩნდა რომ ესე იგი 17 წლის ასაკში უკვე პირველ კურსზე ვიყავი და
ესე იგი ძალიან პატარა ვიყავი, ეხლა რომ ახსენდება, ძალიან პატარა ვიყავი, საერთოდ რა მინდოდა ვერ ვიგებდი, რატო ვიყავი სტუდენტი 17 წლის ასაკში ვერ ხვდები. და რაღაცა ხო, აი თითქოს ეს ფსიქოლოგიისთვის, მაგრამ იყო კიდე მეორე პროფესია, რატომღაც ისე დაალაგდა, რომ ჩავაბარე მენეჯმენტის კუთხით. და მოკლედ სწავლობდი მენეჯმენტის მიმართულებით, მაგრამ ეს ფსიქოლოგია თავს არ მანებებდა შინაგანად და მესამე კურსზე უკვე ძალიან ძლიერი ისინი დარტყმები წამოიღო, რომ შენ იქ არ ხარ სადაც გინდა, შენ იქ არ ხარ სადაც გინდა. ეს არ არის რაც მე მინდა და საკმაოდ ისეთი რთული იყო რა, დავიბენი მეც, ავირიე და ეს საკმაოდ ბუნებრივიც არის. იგივე ემართებათ დღეს ყველა უმეტესობას ამ ასაკში, ასე ვთქვათ, რთული პროცესი არის ეს პროფესიის არჩევის ამბები და მეც იგივენაირად მოკლედ ესე დაბნეული ვიყავი, თუმცა ხო ეს უკვე მესამე კურსზე რომ ინტენსიური წამოვიდა, რომ არა, მაინც ისმინდა. და ეხლა რა ვქნა, რომ უკვე აქ ვარ, ეხლა რა დავიწყე ფიქრი, რომ რა ვქნა, როგორ გადაუპროგრამირდე, ასე ვთქვათ და მოდი ამას დავამთავრებ, ანუ ამას თავი არ დავანებე, ბოლომდე მივიყვანე და პარალელურად დავიწყე ფსიქოლოგიის სწავლა, მაშინ იყო სხვა კურსები, შევედი ამ კურსებზე და ასე შემდეგ დაიწყო ეგრე და ფაქტურად პარალელურად სწავლობდი და მერე უკვე გადაუპროგრამირდი უკვე ხო, ანუ შენი ტემპით, შენი რიტმით გამოიყავი და შენი სულისგზას მაინც გაყევი, ხო? მაინც მივედი იქ. და რა მაინტერესებს, რა სკოლის ფსიქოლოგია იყო, რაც ისტორია, სკოლას არ გულისხმობ, რა ფიზიკურ დაწესებულებას, ხო, რა გეშტალტი, არის იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია, როგორი ეგენი საკმაოდ მერე შემოდის, თავიდან როცა ფსიქოლოგიის სწავლას იწყებ, არის საბაზისო ხო, აი გარვიცი და მაინტერესებს, ხო, ეს ეტაპი როგორ არის ფსიქოლოგიის ფსიქოლოგიის სწავლას როცა იწყებ, სტუდენტი როცა ხარ, არის საბაზისო და ეხები ფაქტიურად ყველა მიმართულებას. ხო, ეგრე არის, რომ აი ზოგადად გაიგო ეს რა არის. და ნელ-ნელა ვიწროვდება და ნელ-ნელა შემოდის კონკრეტული რომელიმე მიმართულება. ეგ ესე არის და ეგრეც უნდა იყოს, ხო. გასაგებია, ხო. ამიტომ თავიდან ზოგადად სწავლობ ამ მეცნიერებას ყველა მიმართულებიდან რაღაცას, რომ ეს არის. ხო და მე რჩევ უკვე შენთვის რა არის უფრო აი როგორც სამედიცინოზე რა, ზოგადად იწყება სწავლა და ვერე რო ვიწროვდება, ეგეთი ესეც ხო და შენთვის რა იყო მე უკვე ეს ხო და აი მე იყო ესეთი რაღაც, რომ ამ კურსებზე რო დავდიოდი, იქ წამოვიდა რაღაცა პროექტები, სადაც ჩავერთე მოხალისეობრივ პროექტებში, სკოლებში და პატარა ტრენინგები გქონდა მათთან, ესეთი ფსიქოგანათლება რო დავარქვათ, ასე ვთქვათ და ყველა ასაკის ბავშვთან თუ მანდაც იყო რაღაც კონკრეტიკა. მახსოვს პირველად რო შევედით პირველად რო სკოლაში შევედი მაგ პროექტით, ის ბავშვები იყვნენ ალბათ მე-6 კლასელები, ან მე-7, სადღაც ესე. ხო, უფრო პატარებთან არა. ხო, ფაქტიურად თინეიჯერები რა. და მაშინ ვიყავი მე მგონი 20 წლის. ხო, აი 20 წლიდან ესე. სხვა, ანუ ჩავერთე მოხალისეობრივ აქტივობებში ფსიქოლოგიის მიმართულებით და თავიდანვე ბავშვები წამოვიდნენ, ხო, აი ესეც ნიშნეული იყო, ასე ვთქვათ რა. რაც გესიზმრებოდა მაინც სულთან დაგზდებოდა. ხო, რაღაცნაირად თავიდან ბავშვები მერე იყო, რომ 21 წლის რო გავხდი, ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა გავიცანი ანთროპოსოფიული მიმართულება. და ძალიან საინტერესო თემაზე გადავდივართ, ხო? მოკლედ, ხო. და შტაინერმა ხო რომ ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი ესე ვთქვათ სულისკარი გააღო და აი მართლა სხვა სამყარო აღმოჩინე და შენ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ იგივე იქნებოდა რაც გარდამტეხი მაგან გადაატრიალა საერთოდ ჩემი ცხოვრება და ისე აღმოჩნდა რომ ესე იგი ფსიქოლოგიის და ფაქტობრივად ანთროპოსოფიის სწავლა ერთად დავიწყე. ეგრე გამოვიდა და ესე იგი ეს ორი მიმდინარეობა ჩემ ცხოვრებაში პარალელურად მიდიოდა. და ნუ კიდე ერთი აფეთქება მოხდა, რომ ესე იგი
საერთოდ არა რაღაცები გავს, მაგრამ მაინც განსხვავებული სფეროებია რა. და უკვე ისე გამოვიდა რომ ანთროპოსოფიაზე ფსიქოლოგიას გულისხმობ ხო და ისე გამოვიდა რომ მიწევდა ამ ორის შედარება ერთმანეთთან იმიტომ რომ პარალელურ რეჟიმში ვიდიოდა და მე შუაში ვიყავით შედარება შენთვის რომელი ჯობია გაყვე თუ რომელი ჯობი არა რომელი რას ამბობს უფრო მეტად რა რომელი რა არის რომელი როგორია უფრო დაკვირვების პროცესში ვიყავი და სიმართლე გითხრა ესე კონკრეტულად რომელიმე არ გადამიგდია ასე ვთქვათ რა ორივე დავიჭირე და წამოვიყვანე და დღემდე ვაკვირდები იმიტომ რომ დღემდე ეგრეა დღემდე ეგრეა და ანუ რომ მივედი ამ მეცნიერებასთან და უკვე ვინაიდან რაღაცნაირად ბავშვებთან ქონდა შეხება და მაინტერესა რომ ამ მიმართულებაში თუ არის რამე რომელიც ბავშვებთან მუშაობს და ასე აღმოვაჩინე ვალდორფის პედაგოგიკა მაგალითად და მახსოვს მაშინ მივედი მოხალისეთ დავიწყე მუშაობა ვალდორფის საბავშვო ბაღში თბილისში. აი აქაც მინდა კითხო მეც გამიგია ვალდორფის სკოლაზე და თუ არ ვწდები შტაინერს წიგნიც აქვს როგორ უნდა გაზარდო ბავშვი ხო ბევრი ხო მაგასთან და აი ეხა მაინტერესებს შენგან პირველ რიგში ნუ ის გასაგები არის რომ აი კითხვაც მინდოდა დამესვა რომ ანუ რატო მაინც და მაინც ბავშვები სიტყვაზე რატო არა აი უფრო სრულწლოვანი მაგრამ ეხა რასაც გისმენ თითქოს აი ცხოვრებას ისე მიყავდი აი სულ აი მაკალაპოჩი გსვავდა რომ აი შენ უნდა იმუშაო აი ამ ადამიანებთან რომ ადრეული ასაკიდანვე ისეთი დაპროგრამირება და ისეთი ცოდნა მიცე რომ ეგ ნაყოფი ძალიან ლამაზად გაიფურჩქნოს და შენც მიენდე მოკლედ მგონია მაგ იმპულს და მან ესეთი არჩევანი არ იყო რომ აი არა მე მოდი აქ მოზარდებთან მირჩევიან ბავშვებთან მგონია რომ ძალიან ბუნებრივად მოხდა ეგ გრადაცია და ძალიან ლამაზი პროცესი არის და რახან ეხა უკვე გადავედით საკმაოდ ღრმა და ძალიან ისეთ სულიერ და ასევე მიწიერ თემასთან რაც არის ეს არაჩვეულებრივი შტაინერის სკოლა, ვალდორფის სკოლა და შტაინერის მეცნიერება ეს ანთროპოსოფია მაინტერესებს მე ბოლომდე კარგად არ მესმის რა სტილის სწავლება ხდება ვალდორფის სკოლაში ანუ რა ესე ვთქვათ რითი არის განსხვავებული ჩვეულებრივი საჯარო ან კერძო სკოლებისგან რა ხდება მან ხო სხვანაირად და რამე თუ გაგშენ საინტერესო დაკვირვებები ან თუ გახსენდება აი რას ამბობდა შტაინერი ბავშვების აღზრდაზე, ბავშვების ფსიქოლოგიაზე, რატო არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი ბავშვებთან და ეგ ადრეული ასაკიდანვე მუშაობა და აი ხო აი რა არის ეგ სწორი გზები და მაგაზე რო ვისაუბროთ და დავიწყოთ ხო აი ვალდორფის სკოლაზე მაინტერესებს ძალიან ბევრი რაღაცა როგორ ფუნქციონირებს და რა არის ხო კარგი ესე იგი თავიდან ბაღი შემოვიდა ჯერ ვიდრე სკოლა, ეს კი მე ბაღში დავიწყე. ვალდორფს ბაღიც აქვს, ხო? საბავშვო ბაღიც აქვს კი. და ეს 90-იანებში დაფუძნდა თბილისში ეს მიმართულება განათლებაში, ასე ვთქვათ, გერმანელების დახმარებით. ხო, ბაღში დავიწყე საკმაოდ პაწაწუნებთან საოცარი პერიოდი იყო ეგ ჩემ ცხოვრებაში. დღემდე ძალიან ტკბილად მახსენდება. და აქედან დავიწყე უკვე ხო განსხვავებული ხედვის სწავლა ბავშვის აღზრდასთან მიმართებაში. განსხვავებები ბევრი არის კი, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია ერთი ძირითადი განსხვავება რაც არის, რომ ფსიქოლოგია ნუ ერთი ცხოვრების გადმოსახედიდან უყურებს ადამიანის ცხოვრებას ასე ვთქვათ და ანთროპოსოფია რა თქმა უნდა მრავალი ცხოვრების კუთხით განიხილავს ამ ყველაფერს და ეს არის ერთი საფუძვლიანი განსხვავება ხო მაგალითად ხო ფსიქოლოგია თუ ამბობს რომ აი ბავშვობაში მიღებული ყველა გამოცდილება და ტრამვა განსაზღვრავს მე რაღაცებს ხო ოჯახიდან გამომდინარე გარემოდან ხო იქ იმაზე იქით მივდივართ უფრო ხო წინა ინკარნაციაში ეგეც არის ხო რომ წინა ინკარნაციები შეიძლება გადმოყოლილი იყოს კარმული რაღაცა ჩვენი დანაშაულები ამ პირიქით განძი და დაუმუშაო რა ტრაუმებიც ვერ გადავამუშავეთ ეგ ყველაფერი შეიძლება განიხილავს თლიანობაში, ასე ვთქვათ, იმ გამოცდილებასთან ერთად
ხან ბავშვის აღზრდა ხდება არა ისე როგორც აი რაღაც ეს ფიზიკური ინდვის, არამედ როგორც სულის, რომელსაც აქვს დიდი სულის მეხსიერება და გამოვლილი აქვს მრავალი ცხოვრება და ამას ბავშვებს ასწავლიან მიდგომებით ესე აი როგორ ხდება პირდაპირ ხო არ ეუბნები აი რა მეთოდიკით ხდება ეგ მაინტერესებს მეთოდიკა მაგალითად საბავშვო ბაღის მიდგომა არის ასეთი რომ 7 წლამდე დადიან ბავშვები საბავშვო ბაღში და იდეაში ანუ პირველ კლასელი 7 წლის მიდის სკოლაში, ესეთი მიდგომა არის. და 7 წლამდე სასურველია რომ ბავშვი იყოს უფრო ისე თავისუფალ ლაღ გარემოში, სადაც თავისი დაკვირვებების შედეგად გაიზრდება და აღმოჩენითი სწავლებით მიაგნებს რაღაცებს ცხოვრებაში. ეს არის ძირითადი განსხვავება. ანუ არაფერს იქასეც არ ასწავლიან, ანუ ბრწყალებში ასწავლიან რა, ანუ საგანს, არც ენას, მათემატიკას, რაც თქვა სხვა ბაღებში რაც არის. მაგრამ რამე ხელსაწყოები არის რომ ეს სიტუაციაზე დახატონ ან რამე თუ აი როგორ ხდება ამის გამჟღავნება. რომელიც ამ უნარებს უაქტიურებს ბავშვებს რომ იყოს დამკვირვებელი. ამ თავისუფალ თამაშში იქ არის მაგალითად ესეთი რიტმული თამაშები, რიტმული მუსიკალური აქტივობები, სხვადასხვა დადგმები, აი ფერხულს ეძახიან მაგალითად და აი საშობაო ფერხული იდგმება უფრო სულიერი მიმდინარეობით ხდება. მაგრამ გასართობით რა თქმა უნდა ხო ბავშვებისთვის რო ისეთი იყოს. ზღაპრებით აღზრდა ხდება უფრო მეტად ქართულიც და საერთაშორისოც კი რომლებიც უფრო მეტად სულიერი ასპექტების აღზრდაზე არის მიმართული. ესე იგი, ყველაზე დიდი განსხვავება არის იმაში, რომ ბავშვები იყვნენ თავისუფალი და საკუთარი ქცევის დაკვირვების საფუძველზე ისწავლონ რაღაცა. რა თქმა უნდა, იქ პედაგოგები არიან, თუმცა ისინი არიან უფრო მეტად ფასილიტატორები და რაღაცნაირად უფრო ესეთი რომ უსაფრთხო გარემო რო დაიცვან. ხო, გარემოს უქმნიან რომ ის იმათმა გამოხატონ თავი. დანარჩენს აი ზუსტად კარგი სიტყვა თქვი ხა რომ ბავშვის გამოხატულება მოხდეს მაქსიმალურად. აი ამას უწყობს უფრო ხო, სელფი რაც არის ფსიქოლოგიაშიც ეს სელფის მომენტი ეგ რო ბოლომდე გამოჟღავდეს და შესანიშნავი არის და ძალიან მაგარი არის რომ ეგეთ რაღაცას აკეთებენ. ეს რაც შეხება ბაღს და ნუმერე სკოლაშიც პრინციპში ვალდორფის პედაგოგიკა მთლიანად დაფუძნებული არის აღმოჩენით სწავლებაზე. რას გულისხმობს ეგ? მაგალითად ანბანი ბავშვმა თვითონ უნდა აღმოაჩინოს. ამისი სპეციალური მეთოდიკები დატოვა, რა თქმა უნდა, შტაინერმა და მაგის მიხედვით ხორციელდება კეთება ამ ყველაფრის, მაგრამ ხო, აი მაგალითად ანბანის სწავლება ზღაპრით. რაღაცა ამბის მოყოლით მაგალითად, აი რაღაცა 100 სწავლება ზღაპრით მაგალითად ის 100 რომელიც იმ ზღაპარში ცხოვრობს და მოდი დღეს ვისწავლოთ ამ ასობგერის შესახებ ზღაპარი მასთან დაკავშირებით და რომელიც აი 100 რომელიც აი რაღაცა ფორმებიდან ამოდის ასე ვთქვათ და ამას აღმოაჩენს მოსწავლე. საინტერესოა ანბანზე ისე ხო არის უმეტესად აზე სიტუაციაზე არწივი და მარტო ეგ არის და უკვე ძალიან დიდი ისტორია აქვს ერთასოს. პირდაპირ ფორმებით და გამზადებული სურათხატებით არ ხდება მიწოდება, რა მშრალად მიწოდება არ ხდება. ხო. ვაუ, ძალიან საინტერესო არის და უკვე აი ხა მინდა კითხო ისევ აი ბაღიდან როცა ხდება სკოლაში გადასვლა რომ უკვე ბავშვმა ბევრი რაღაც აღმოაჩინა განავითარა საკუთარ თავში ეს დამკვირვებელი ვინ არის და შეიმუშავა ბევრი ხელსაწყო როგორ შეისწავლოს გარე სამყარო და თავისი შინაგანი სამყარო აი სკოლაში უკვე ესე 1-2 სიტყვით რო ვთქვათ რამე ისეთი მნიშვნელოვანი თუ ემატება ან რამე ახალი ხელსაწყო ან საგანი ან რაღაცა რაც ბავშვებს კიდე უფრო უზრდის საკუთარ სიტყვაზე სულის პოტენციალს ის 1-2 სიტყვით თუ რაღაცა არის. ხო, ეგ პროცესი სულ გრძელდება სანამ სკოლას არ დაამთავრებს ბავშვი და
ბევრი განსხვავებული საგანი არის მაგალითად, რაც ძირითადად განასხვავებს სხვა სწავლების მიდგომისგან, რაც გვაქვს ხო მოცემული სოფლიოში პრინციპში. არის მაგალითად ბევრი ხელსაქმე. რომ თლიანად იყოს ჩართული ბავშვი სწავლების პროცესში. ესე იგი, რომ აზრი, გრძნობა და ნება იყოს გაერთიანებული. ეს არის ვალდორფის პედაგოგიკის ამოსავალი წერტილი რა, რომ თლიანი ადამიანი იყოს ჩართული სასწავლო პროცესში. აი ეგ არის. მაგის გამო ისეთი საგნები და მიმართულებები არის ჩართული, რაც ხელს უწყობს როგორც გულის სფეროს განვითარებას, ისე ნებელობის სფეროს განვითარებას და არა მხოლოდ თავის სფეროს განვითარებას, რაც რადიკალური ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი არის დანარჩენ განათლების სისტემაში, იმიტომ რომ დანარჩენი განათლების სისტემა რაც გვაქვს სოფლიოში, მარტო საქართველოში არა. სოფლიოში მიმართული არის ძირითადად ინტელექტუალურ განვითარებაზე და ეს ნაწილი ჩახსნილია. ხო, სულ ინფორმაციის მიღებაზე და დანარჩენი ნაწილი ჩახსნილია და ამ ეტაპზე ვალდორფის პედაგოგიკა არის ერთადერთი სოფლიოში, რომელიც აკეთებს, რომელიც მუშაობს მაგას, ანუ ბავშვის თლიანობაზე მუშაობს. ხო. ძალიან მაგარია და ეგეთი თაობა და ბავშვები რო იზრდებიან, ეგ საერთოდ სასწაული არის, იმიტომ რომ მეც აი რო ვფიქრდები, ახლა ვიხსენებდი, ძალიან გვიან ასაკში დავიწყე უკვე ეგეთ რაღაცებზე ფიქრე, სადღაც 20-21 წელი რო შემისრულდა, მეც უფრო ესეთი კითხვების დასმა დავიწყე და უფრო ეს დამკვირვებელი შემოვიდა, ეს thinking, willing, doing რაც არის ეგ მომენტიც უფრო გავიაზრე და ხო ცოტა გვიან შემოვიდა, მაგას შენ ბავშვს ესე ვთქვათ, დასაწყისთანვე რო აძლევ, ძალიან მაგარ შედეგებამდე უნდა მივიდეთ წესით რა. ნუ, იმდენად რამდენადაც რა ცდილობენ და როგორც გამოდის ეგ უკვე ხო. იმ ადამიანებზე არის დამოკიდებული გარემოზე და ასე შემდეგ. ეს სწავლება ასეთია, დანარჩენი ახლა როგორც გამოდის, ისე გამოდის და ხო თუმცა იქაც ჩვეულებრივი სასკოლო ცხოვრება მიმდინარეობს, როგორც სხვა დანარჩენ, იქაც არის იგივე ისტორიები, ამბები და ასე შემდეგ. ნუ მაგის garaშე სკოლა არ იქნება, ხო. კი, მაგ კუთხით დიდად ისე არ განსხვავდა, ერთადერთი ხო ეს არის, რომ აი მაგალითად ქსოვენ იქ ბავშვები ხო პირველი კლასიდანვე ქსოვას სწავლობენ, მერე უკვე კერვას სწავლობენ, ანუ ხელსაქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ სამჭედლო აქვთ თავისი შექმნას სწავლობენ. ხეზე მუშაობენ, მეტალზე მუშაობენ, მუსიკა და ხელოვნება არის წამყვანი ამ სკოლაში. საკმაოდ აქვს თავისი თეატრი, აქვს თავისი ორკესტრი, სხვათა შორის კი ნუ ევრითმია კიდე რაც ასევე ხო ხილული მეტყველება ასე ეძახის შტაინერი. ხო და ძალიან საინტერესოა. ამიტომ კი, ძალიან საინტერესოა. მე სკოლაშიც მერე უკვე სემინარი გავიარე ვალდორფის პედაგოგიკის, მერე პატარა პრაქტიკებიც მქონდა იქ და ეხლა უკვე როგორც მშობელი ისე ვაკვირდები ამ სკოლას ასევე, იმიტომ რომ ჩემი შვილი იქ სწავლობს და და ეხლა რომ დაუბრუნდეთ ისევ შენ ფსიქოლოგის ხაზს და ამ ანთროპოსოფიულ ხაზსაც შემდეგ როგორ განვითარდა ეს ყველაფერი, რაც აი გაიცანი ვალდორფის სკოლა, ეს პრაქტიკა, აი ეს ყველაფერი გაგრძელება უკვე რა მოყვა მაგას შენ გზაზე? გაგრძელება მოყვა ის, რომ დღემდე არის ეს მეცნიერება ჩემთან, იმის მერე აღარც გამორთულა. ხო, ნუ არც გამოირთვე. ეგრე იცის. და ეგ არის ჩემი მამოძრავებელი, ასე ვთქვათ. ნუ მე ამდენი სკოლა და ამდენი ბავშვი რო იყო და მე უკვე მაგისტრატურა შემოვიდა განათლების მიმართულებით და გავხდი უკვე განათლების ფსიქოლოგი. ესეთი მიმართულება არის ფსიქოლოგიაში და რაც გულისხმობს, რომ ხო
ისევ ბავშვებთან ფსიქოგანათლების კუთხით მუშაობას ეხება, ასე ვთქვათ. სხვადასხვა ორგანიზაციებში არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც სკოლის გარემო იყოს ეს და ხო, ამ კუთხით მუშაობს, ეს ეხება მაგალითად ისეთ საკითხებს სწავლობს, როგორიც არის, რომ აი რატო ეკარგება мотиваცია ბავშვს სწავლის მიმართ, მაგალითად, ხო, რატო აქვს შფოთვები სასწავლო პროცესში, ურთიერთობები სასწავლო პროცესში კლასელებთან, მასწავლებლებთან და ასე შემდეგ. ამ სფეროებს სწავლობს განათლების ფსიქოლოგია და ამ კუთხითაც მე უკვე დავიწყე სკოლებში მუშაობა. ხო. მაინტერესებს ახლა შევეხეთ ჩვენ ანთროპოსოფიას, ამ ფსიქოლოგიის შენ გზასაც და ახლა როცა შენ მუშაობ უშუალოდ ბავშვებთან, მაინტერესებს აი ბავშვებში ყველაზე ხშირი რა მომენტი არის, აი რა აწუხებთ, ეს იქნება რაღაც, აი, არ ვიცი, რა კითხვები აქვთ, ან როგორი ბლოკები აქვთ, აი რა შეიძლება იყოს და შენ როგორ ახერხებ შემდეგ მაგასთან გამკლავებას და აი შენს მათ სიტყვაზე წინა ცხოვრებებზე ელაპარაკ, აი როგორ ხო მოკლედ აი ეს ცოდნა რაც დააგროვე შენში ეს ანთროპოსოფიული და ფსიქოლოგიური როგორ ახერხებ მის რეალიზებას უშუალოდ უკვე პაციენტს დავარქვე ესე, მაგრამ ფსიქოლოგიის ენაზე. არ დავარქვათ. არა, ხო. ოკეი, მაშინ ბავშვებთან. მოზარდებთან ამ ეტაპზე. ეს ჯერ ვიტყვი იმას, რომ მუდმივი პროცესი არის, მე დღემდე ვსწავლობ და ეს ამოუწურავი სწავლის პროცესი არის. და ვცდილობ, რომ გავაერთიანო ეს ორი სფერო ჩემში. და იმ კუთხითაც დავინახო, ამ კუთხითაც დავინახო და ასე შემდეგ. დღეს რა სირთულეებიც აქვთ, მოზარდებს და რა ფიქრებიც აქვთ, ასე თუ ისე ეხმიანება ზუსტად აი იმ ჩემს მოზარდობის პერიოდს და მაგიტო დავიწყე იქიდან მოყოლა. იგივე შეკითხვები აქვთ მათაც, იგივე სირთულეები აქვთ მათაც ურთიერთობებში, აი რა მინდა, ვინ ვარ, რა უნდა გავაკეთო. ხო, ძიების აქვს საკუთარი თავის, ხო. პროცესია მოზარდობა ძირითადად და იცი კიდე ერთ რაღაცა ინსაიტს რაც აღმოვაჩინე მაშინ ჩემს თავში რომ ამ კითხვა-პასუხებში რო ვიყავი ჩემ თავთან ხო რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ ამაზე ვერავისთან ვერ საუბრობდი თუ არ იყო მაშინ არ აღმოჩნდა არავინ თუ მე არ მოუძებნე თუ როგორც იყო მოკლედ ისე დაალაგდა რომ არ იყო ჩემს გარშემო სიტუაცია სადაც მე დავიხარჯებოდი აი ამ კითხვებს დავსვამდი მსჯელობაში შევიდოდი ვინმე ცოტა უფრო ჩემზე გამოცდილ და უფროს ადამიანთან რომელსაც აი მივენდობოდი და გავეხსნებოდი და ზუსტად იგივე აწუხებთ დღევანდელ გაზიარება უნდათ, მაგრამ არ იციან სად და ვისთან. რაღაცნაირად ეს ის პერიოდიც არის, როცა თითქოს მშობლები კარგავენ ავტორიტეტს. ეგ არის. არის ესეთი შემთხვევებიც, რა თქმა უნდა, როცა მეგობრობს მოზარდი მშობლებთან და შენ არ ჩუნდა ეს ურთიერთობები. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ისეთი ასაკია, რომ შენ ხელასთან უფრო ან ოდნავდიდან გინდება რაღაც. მშობელი ცოტა განყენებული რაც სხვა მოვლენა არის მაინც. კი, ბუნებრივად რაღაცა გამოყოფა ხდება თითქოს ამ მშობლის ინსტიტუტიდან. და ნაკლებად არიან ავტორიტეტები ხოლმე და ამიტომ ურთიერთობა თითქოს ცივდება. ეს ბუნებრივი პროცესი არის, მე ისევ ლაგდება ყველაფერი. ხო და ზუსტად ამ პერიოდში ჭირდებათ მათ, როგორც მაშინ მე მჭირდებოდა, სივრცე ან ადამიანი ან რაღაცა გარემო, სადაც თავისუფლად შეძლებენ აი ამ კითხვების დასმას. და რაღაცა პასუხებს მიიღებენ, ოღონდ ისევ თავიანთი მსჯელობის მეშვეობით. მე არასდროს არ ვაძლევ გამზადებულ პასუხებს და ეგ არ არის ჩემი სამუშაო მიმართულება თუ ტექნიკა, ხო არასდროს. ხო და
აი ეგ რაღაცნაირად ძაფრად მახსოვს რა ეგ პერიოდი და მგონია რომ აი ჩემი მხარდაჭერა ეხლა მნიშვნელოვანია დღევანდელი თინეიჯერებისთვის. კი, ძალიან, იმიტომ რომ გიდის ფუნქციას ასრულებ რა ხან შენ გამოიარე მარტომ ეხა გინდა რომ ვინც იგივე გზას გადის და იძიებაში არის რომ ვიღაცას უნდა რომ გაუზიაროს ან რაღაც ხნას გინდა რომ შეუმსუბუქო მას ეს მომენტი და დახმარებასავით გაუწიო რომ ესე გამოვიდა რომელიც რა პროცესიც ძალიან სიამოვნებს ეს არის ჩემი სასიცოცხლო ძალების ნაკადი ასე ვიტყოდი მიყვარს ეს საქმე რა რასაც ვაკეთებ და პრინციპში მეტყობა კიდეც მაგას უბრალოდ ვერ ვითამაშებ იმიტომ რომ ეს ისეთი ასაკია რომ ძალიან გრძნობენ ძალიან გრძნობიარეები არიან და მანდ თუ გულწრფელი არ ხარ შენ ბოლომდე და ესეთი ღია არ ხარ და აი ამ რაღაც სანდოობას თუ ვერ დაინახავენ ისინი შენთან არ გაჩერდებიან რამე საინტერესო და სიყვარულს რაც მოდის შენი და რამე საინტერესო დაკვირვებები ხომ არ გაქვს რაც ეს სიტუაციაზე ხშირი არის ბავშვებთან უკვე მუშაობა როცა დაიწყება ეს პროცესი როცა წავა და აი ხო რამე თუ გაქვს საინტერესო დაკვირვება თუ შეგიძლია რომ თვითონ პროცესში ხო აი უკვე როცა მუშაობა დაიწყება აი ბავშვებში არ ვიცი ყველაზე ხშირი რა არის ან რა უხარიათ ყველაზე მეტად აი კი ყველაზე მეტად უხარიათ თვით გამოხატვა და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხო მაგ დროს აიცრებიან ყველაზე მაგდა ხო არა მარტო მოზარდებს არამედ ყველა ასაკის ადამიანს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენს ცხოვრებაში რომ მე შემეძლოს გულწრფელად თვით გამოხატვა გარემოში სადაც არ განვსჯიან არ გამაკრიტიკებენ რაღაც იარლიყს არ მომაწეპებენ და ასე შემდეგ და მაგისი რო გვეშინია იმიტომ ვართ ხოლმე ასე ჩაკეტილები და რაღაცებს ვიკავებთ ჩვენს თავში და არ ვლაპარაკობთ და არ გამოვხატავთ, იმიტომ რომ თვით გამოხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი იმისთვის, რომ რაღაცა შექმნა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ თუ არ გამოხატე, ვერ გაიგებ როგორი ხარ. ხო და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, ვფიქრობ მოზარდობის პერიოდში რა, რომ ამ საუბრით გაიგოს ვინ არის, როგორი არის. ხო, შენ უმეტესად სულ ესაუბრები, ხო, აი რამე ისეთი ხო არ არის, რაღაც აი როგორც იყოს ვალდორფის სკოლაზე ახსენე, რომ არ ვიცი ზღაპრების კითხვა, იქ რაც მუსიკალური რაღაცები, შენთან როგორ ხდება, ან რამეს თუ იყენებ შენ რამეს სხვა ხელსაწყოს, ხო, აი მაინტერესებს. თქვა აი ფსიქოლოგია ამაძლევს მაგის საშუალებას რა ინსტრუმენტებიც აქვს, პატარა რაღაც ავარჯიშოები რაც აქვს, რაც შემიძლია რომ გამოვიყენო, ამ ყველაფერს ვიყენებ. ასევე ამბებს ვიყენებ კიდე აი ზღაპარი ამბავი და ამაზე შეიძლება მერე რომ მათი აზრი მოვისმინო ვიმსჯელოთ გავარჩიოთ ეგრეთ წოდებულ აი кейსის ანალიზებს ვიყენებ შეიძლება რომ რაღაც ამბავი ვუთხრა და აბა თქვენ ცხოვრებიდან რაც შევხედავ რომ რაღაცა აწუხებთ ეს ამბავი და მოვუტან რამე პატრა кейს ვეძახი ხოლმე, რომელსაც გაარჩევენ და მოდი აბა ეხა როგორ გადააწყვეტინებთ ამ ადამიანს ამ საკითხს მაგალითად ან რას იზავდით მის ადგილას რო იყოთ და მაში ეს ძალიან ეხმარებათ ზღაპ მუსიკასაც ვიყენებ კი არტ თერაპიულ მიმდინარეობებსაც ვიყენებ შეიძლება მაგალითად მუსიკის ფონზე უბრალოდ ხატონ მაგალითად და ამაში გამოავლინონ საკუთარი ფიქრები თუ ემოციები თუ ასე შემდეგ ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს და ხო
არის საშუალებაც მაქვს ხოლმე და რაც აი თავში მომივა, ყველაფერს ვიყენებ. მაგრამ ხო, მაგ დროსაც ალბათ რაღაც ისეთი მისტერიული პროცესიც ტრიალდება, ისეთი მედიტაციური პროცესიც და აი მაგაზეც მაინტერესებდა შენთვის მეკითხა, ეხლა შენ როგორც მივხვდი, თინეიჯერებთანაც გაქვს ურთიერთობა და შედარებით უფრო პატარა ასაკის ბავშვებთანაც. მაინტერესებს შენი აზრით როდის და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვმა სიტყვაზე ადრეული ასაკიდანვე აი გაეცნოს აი მედიტაცია რაც არის, მარტივ რაღაცებს, რომ აი უბრალოდ სუნთქვა და ის სხეულის შეგრძნება, ეს ასპექტი როდის ჯობია მის ცხოვრებაში შემოვიდეს, რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია, ზოგი ბავშვი შეიძლება უფრო განვითარებული იყოს, მაგრამ აი ესე ზოგადად რომ უხეშად ვთქვათ და თუ ურჩევდი ხოლმე შენ მაგას ბავშვებს, ან თუ იყენებ მაგას აი უბრალოდ სუნთქვას, აი სხეულის გააზრებას, რომ აქ ხარ, კი ვალდორფის სკოლიდანაც იქნება ეგ რაღაც, მაგრამ ცოტა ის სხვა კუთხით მაინტერესებს, აი უფრო ეს მედიტაცია და კიდე უფრო ღრმა თვითანალიზი და საკუთარი თავის გააზრება შენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანი არის ან ადრეული ასაკიდან ან რა ასაკიდან ჯობია რომ ბავშვი გაეცნოს მაგას? მხოლოდ ჩემს დაკვირვებაზე ვიტყვი. და დანარჩენი მოკლედ არ ვიცი. ესე იგი, ჩემი დაკვირვებით, აი წინა შეკითხვაც იყო და ვერ დავამთავრე, მოკლედ ეგრე ვიცი ვიბოდიალებ რაღაცას. მაგასაც უპასუხოთ კაცო. ხო, ანუ დღეს რა საჭიროებები აქვთ? ხო, ეს შეკითხვა რო იყო და იდეაში ბევრი ინფორმაცია არის დღეს ბავშვებთან და მოზარდებთან შემოსული და ამისი გადახარშვა უჭირთ კიდე. ერთ-ერთი ყველაზე რთული ეგ მეც გვიჭირს და ბავშვებზე წარმომიდგენია, ხო? კი, ჩვენც გვიჭირს და იმათ წარმომიდგენია და ნანახი მაქვს კიდეც და ყველა მშობელი ამას ღელავს, ასე ვთქვათ. ნუ ეს ტელეფონები, ინტერნეტი და აქედან შემოსული გაუფილტრავი. ხო, ამასთანავე ინფორმაცია, რომელსაც ვერ ამუშავებენ სათანადოდ, იმიტომ რომ ვერც ასწრებენ, ვერც ახერხებენ და ეს მერე იწვევს შფოთვით აშლილობებს, დეპრესიას, ადრეული ასაკიდან, აი რაც მე ჩემს პრაქტიკაში მინახავს, იქიდან გეტყვი. მე ხარ არ ვიცი, არც შენც მითხარი თუ გახსენდება შეიძლება ეხა ადრე ისეთი პერიოდი იყო, რომ ძირთად აი მალავდნენ ხოლმე რაღაცებს და არ უყვარდა ქართულ საზოგადოებას ლაპარაკი რაღაცა ოჯახში შიგნით პრობლემებზე, მაგრამ ეხლა ეგრე აღარ არის ნელ-ნელა გაიხსნა ხალხი ნელ-ნელა მეტნაკლებად და არ ვიცი მაგის ბრალია და უფრო ხედავთ რომ ბევრი სირთულე აქვთ ბავშვებს თუ მანამდეც ეგრე იყო ხო ეს ცოტა რაღაცა დოზით მანამდეც ეგრე იყო უბრალოდ ხო მაგის დაბლოკვა უფრო ხდებოდა და მაგანური შედეგებიც შემდეგ იქონია მაგრამ ხო ეხა მგონი მეც უფრო გახსნილი არის უფრო ხელმისაწვდომი და ხილული არის ხო ეს ერთი და ასევე ამ მოკლედ ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ინფორმაციულმა ატომურმა ბომბმა შემოიტანა ეს ყველაფერი და ხო აი ესეთ 16-17 წლის ასაკში უკვე მოზარდები ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე არიან ჩვეულებრივად ფსიქიატრთან დადიან აი ესე ხო აი და ეს იმდენად ხშირია, რომ აი მე ჩემი რაღაცა პატარა გამოცდილებიდან უკვე ამდენი მოზარდი ვნახე ესეთ მდგომარეობაში და ეს საკმაოდ რთული მოცემულობა არის. მათ აქვთ სოციალური აშლილობები, შფოთვები, აი გარეთ რო ვერ გამოდის ეშინია. თვით შეფასება კიდე არის ერთ-ერთი საკმაოდ ესეთი რთული თვითშეფასება ზოგადად მოზარდობის პერიოდში ეს ბუნებრივი პროცესებია, მაგრამ ამათ აქვთ რაღაცა გართულმებულ ვარიანტში რა, აი ან ძირთად ძალიან ისეთი დაბალია, რომ საერთოდ ხმას ვერ იღებს. აი ურთიერთობები უჭირს მაგის გამო, რაც მგონია, რომ გამოიწვია იმან, რომ ინსტაგრამში სხვა ცხოვრებას უყურებს და
სოციალში თვითონ შევიდა როგორც აი ნაცრისფერი თაგვი და მოკლედ ის თავისი თავი ესე დაკნინდა ასე ვიტყოდი რა და იმ სამყაროსი უკვე ეშინია. და შენთან როცა მუშაობ ბავშვებთან უშუალოდ მაგაზე მანამდე კითხე მედიტაციაზე მედიტაციის მომენტზე მაგრამ ეხლა მაინტერესებს რომ შენ როცა უშუალოდ იწყებ აი ბავშვებთან მუშაობას მაგაზე ისე ხაზგასმით უკეთებ მაგ მომენტზე აქცენტს რომ აი შენი თავის ფასი შენი მეობა აი მაგის უფრო წამოწევა აი შენი სულის უფრო დიდი პოტენციალი რომ აი სიტყვაზე რომ ნახავს ის სოციალში რაღაც მოგონილ ცხოვრებას და იმიტომ მეც მქონია ეგ მომენტები რომ ვიღაცებს რომ ვუყურებ აი მართლა სხვა ცხოვრება და მე ვიგრუზები რომ აქ არა მაგრამ ეგრევე ხვდები რომ მაგ ფიქრებს არ უნდა გავყვე იმიტომ რომ კარგ ადგილას არ მემიყვანს ბავშვების შემთხვევაში აი შენ როგორ ეხმარები მათ აი ეს მექანიზმები რომ ჩამოიყალიბონ რომ დროულად აღმოფხრან აი ეგეთი რაღაც აზრები რომ გაჩნდება ვირუსული რომ აი ჩახსნანიქ და ის საკუთარი მე სელფი რაც არის ეგ უფრო წინა პლანზე წამოწიო მყარად ხო ვინაიდან ესეთი სიტუაციები არის და ამ ბავშვებს მართლაც ძალიან აინტერესებთ საკუთარი თავი და ამას მე მკაფიოდ ხედავ მათ ნამდვილად ჭირდებათ ხოლმე გარემო ან ადამიანი ან ორივე ერთად ან რაღაცა ის სადაც ასეთ საკითხებზე ისაუბრებენ ხო მაგის გარეშე რთული არ გეთანხმები და ნელ-ნელა მიიღებენ პასუხებს და ვფიქრობ, რომ დიახაც საკმაოდაც მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე ბავშვობიდან ვისაუბროთ. იმიტომ რომ ამ ინტერნეტმა ისეთი რაღაცები შემოიტანა მათ ცხოვრებაში, რომ ნაადრევად იციან ძალიან ბევრი არა ასაკობრივი ინფორმაცია. საკმაოდ ნაადრევად იციან. ხო მესმის საკმაოდ რთული თემებიც რა რაც შეიძლება რომ ვერც კი წარმოვიდგინოთ იმიტომ რომ ის სფერო არის გაუფილტრავი რასაც უყურებენ და იქ შემოდის მედიტაციაც როგორც თემა ხო მაგრამ შეიძლება მაგას არ მიაქციოს და მაგის გარდა კიდე ბევრი რაღაცა და მოკლედ დაიბნენ ესენი აღარ იციან უკვე ვის რა კითხონ, სად რა პასუხი მიიღონ 9-10 წლის ბავშვები ისეთ შეკითხვებს მეკითხებიან და ისეთ ფილმებს უყურებენ რაღაც ამას წინათ იყო რომ ინტერშტელარს ვუყურეო მეუბნევა და 10 წლის ბიჭუნა და რა ვიცი ხა ინტერშტელარს ვუყურე და მე მელაპარაკებოდა ამაზე რომ მიხსნის თან რაღაცებს და ხო თან ხო ძალიან საინტერესო დაკვირვებები უფრო შეიძლება ჩვენ არ ვქონდეს იმიტომ რომ ისინი მაინც კი ძალიან დიდი ინფორმაციის ნაკადი შეძდით მაგრამ მაინც აი გული და ეს გონი უფრო სუფთა აქვთ ვიდრე ჩვენ მაინც და გონია რომ სხვა ფილტრით კიდე ხარშავენ თუნდაც ინტერსტელარს და შეიძლება ისეთი რაღაცები დაინახონ რაც ჩვენ ვერ სხვაებული თაობაა ძალიან და მაგრა აზროვნებენ ნამდვილად და უფრო მაგრა შეუულია რაღაცა შეუძლიათ რაღაცა დასკვნების გამოტანა კი და ვინაიდან აი ესეთი თემები მათში აქტუალური გახდა და რაღაცნაირად აი განვითარების ეტაპებმა დაიწია აი აქსელერაცია ქვია მაგას მაგალითად ახლა მე და შენ რომ 15 წლის ასაკში რაღაცა თემები არც კი დაგვესიზმრებოდა ხო ეხლა ეგ ყველაფერი იციან 10-12 წლის ასაკში რა ანუ დაწეული არის ეს პროცესები და დაჩქარებული არის ეს პროცესები და ამიტომ ფიქრობ რომ დიახაც არაფერი არბაში ისეთი არ არის რომ მათ პირიქით ვესაუბროთ ამ ყველაფრის შესახებ ამ თემების შესახებ იგივე ეზოტერული თემების შესახებ აინტერესებთ მე ჩემ მუშაობის პერიოდიდან გეუბნები რომ მეკითხებიან უფრო სიცოცხლის თემებს რეინხო ეგეც აი რაც ხო ხო ესე ყველას მაინც უჩნდება მე სიკლის მერე რა ხდება? ოღონდ ამას მე არაფერ
წინასწარ არ ხდება ამის ასე ვთქვათ ხო აქ ეს კითხვები რა და დიახაც რა ვიცი ძალიან საინტერესოა და ეხლა რომ დაუბრუნდეთ აი ისევ იმ კითხვას თან მაინც ეხლა უკვე სრულიარებასაც აღარასდროს ვერ გიპასუხე იცი რა არის ვცდილობ ხოლმე რომ ხო ისევ არ ვაძლევ გამზადებულ პასუხებს აი ეგ არის ჩემი პრინციპი მაგალითად თუ შემეკითხება რომ სიკვდილის მერე რა ხდება თუ რა ვიცი მე ვეტყვი რომ შენ როგორ ფიქრობ ხო მე ვეტყვი რომ შენ როგორ ფიქრობ რა მომიყევი შენ რას ფიქრობ და თვითონ დაიწყებს მოყოლას მე უბრალოდ შეიძლება ოდნავი პატარა კორექტურა ეგეც აი ძალიან ისე ძალიან ფრთხილად ძალიან ისიც ჩემი დაგროვილი ცოდნიდან და გამოცდილებიდან თორე ოდნავი გიდირება გავუწიო თორე სინამდვილეში რომ მისცე საშუალება და რომ წაყვე თვითონვე უპასუხებს თავის თავს თვითონვე არ ვითარებს თავის თავში მაგ მექანიზმს აღმოჩენის ხო და ზუსტად ეგ არის ჩემი მთავარი პრინციპი ხო იმიტომ რომ ჭირდება ამაზე მას საუბარი მსჯელობა ანალიზი იმ დროს როგორ ფიქრობ და თან თავის თავს აკვირდება და ზუსტად ეგ არის meditაცია კი ბატონო ანუ რაღაცნაირად სწავლობს meditაცია doing თითქოს აი doing without doing მაგრამ თან მაინც ბოლოს doing-ი გამოგდის შენს და ბავშვებსაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ვინაიდან მე ჯგუფში ვაკეთებ ამ ყველაფერს ჯგუფთან მუშაობ ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ ერთმანეთის მხარდაჭერა როცა აღმოაჩენენ რომ უი მეც მაგას ფიქრობდი უი მეც ესეთი გრძნობები მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით და მე ესე იგი მე ვარ ხოლმე უბრალოდ ვუყურებ ამათ და მთელი ესე იგი სცენა ვითარდება რომ ესენი ერთმანეთში დაიწყებენ ერთმანეთის გამხნევებას დაიწყებენ ერთმანეთის მხარდაჭერას დაიწყებენ ამას წინათ თვითშეფასების შეხვედრა რომ მქონდა აქ უბრალოდ ისეთი ამბავი დატრიალდა რომ თვითონ თავისით მე უბრალოდ აი ფასილიტაცია გავუწიე და მე დავარნებ უკვე პროცესს უყურებდი აქ თავისით ისეთი მხარდაჭერა გამოხატეს ერთმანეთის მიმართ რომ მინიმუმ რაღაცა 0.1%-ით მაინც მაღალი თვითშეფასებით წავიდა სულ რა მაგარია და ეს ჭირდებათ რომ აი ჩემი ასაკის ადამიანი საერთოდ ფიქრობს იგივეს აქვს იგივე განცდები მარტო არ ვარ მე ამ პროცესში ხო ამის აღმოჩენები მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა ხო და რო კონდეთ გარემო უსაფრთხო სადაც მამ ყველაფერს შეძლებინ და ეხლა უკვე კიდე ერთ კი არ დაგავიწყდეს არა რატო იცი რა არის მედიტაციაზე ესე არ ველაპარაკები მე თუ შეკითხვა არ დამისვეს მაგალითად საერთოდ ეგ თემა ჩემთვის ხა სწავლის პროცესში ვარ მე თვითონაც და ეგ ძალიან დიდი თემა არის და მე თვითონაც არ ვიცი მაგაზე ისეთი რაღაცა სწორი პასუხები თუ ასე შემდეგ მე თვითონაც პროცესში ვარ და საერთოდ მოსწავლე ვარ ფსიქოლოგიაშიც ეზოტერიკაშიც და მედიტაციაშიც და ასე შემდეგ ამაზე ესე კონკრეტული ის არ მაქვს ხოლმე შეხვედრა მაგრამ ამის საჭიროებას ვხედავ და რატო ვხედავ იმიტომ რომ მულტფილმებში წამოვიდა ეს თემები კი მულტფილმებში წამოვიდა რეინკარნაციის თემები კი თუ გადახედავთ საბავშვო მულტფილმებს იქ არის ეს თემები და მაგიტომაც იციან და რაღაც კითხვებიც გაუჩნდათ და ბავშვები ნუ ეხა თუნდაც ჩვენი მასწავლებლების შვილები ხო რა ვიცი აკეთებენ მე აკოს ბავშვები ავიღოთ მაგალითად ხო სამივე მედიტირებს და ეხა იმათ შეხება აქვთ კლასელებთან
ურთიერთობენ ისინი კლასელებთან და უკვე შეიძლება რომ იქ რაღაცა საუბრები წავიდეს ერთმანეთში, ხო? ამიტომ ეს თემები რაღაცნაირად ბუნებრივად ეპოქამაც მოიტანა, დრომაც მოიტანა და წამოსული არის და საჭიროა ადამიანები სივრცეები, სადაც ამაზე დაელაპარაკებიან. ჩვენ ბავშვობაში არ იყო კი, მაგრამ ეხლა არის. და არ იქნება რაც მიუწვდომელი თემა, არამედ მიუწვდომელი ბუნდოვანი, საშიში, ტაბუ და ასე შემდეგ არ იქნება რა. ხო და ის მულტფილმებზე რო ახსენე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ეგრე შეგიძლია რეალურად ბავშვებს ისე მიაწოდო ეს რთული თემები, ეზოთერული, მედიტატიური, რომ მაგათვის უფრო ხელშესახები, უფრო მისაღები გახდეს და შემდეგ რო გაიზრდება, არ კონდეს რაღაც ან უნდობლობა, ან რაღაც მომენტები, არამედ ადრეული ასაკიდანვე თითქოს პატარა ესე დაპროგრამირებას დავარქვევ, მაგრამ ანუ ესეთი სწავლება მოხდება მათი მაგ თემებზე და კი, ნუ ეხლა ჩემი დაკვირვებიდან ბუნებრივი არის ეს თემები წამოსულია მათში და რა ვქნათ ეხლა, ჩავუკეტოთ? ხო. რაც უფრო ჩაუკეტა, უფრო უარესია რა და უფრო ვეღარ გადახარშავს ამ თემებს, იმიტომ რომ ესე ვუხსნი ხოლმე, რომ საჭმელს ვადარებ, აი რომ შეჭამოთ, მეთქი ძალიან ბევრი უაზროთ. იმას ის მიაყოლო მერე, ის რა მოგივა მეთქი. იგივე არის ეს ინფორმაციული ჭამთ ამას. ხო, ჭამთ ამას და ხო, სწორედ ჭამა უნდა ვისწავლოთ მოკლედ ადრეული ასაკიდანვე. ხო, ერთ ამბავს მოგიყვები კიდე, რომელიც ამას წინათ გადამხდა. ჩემი მოსწავლე იყო ერთი გოგონა, ჯგუფში მყავდა. მაშინ იყო დაახლოებით 12-13 წლის. ნუ იარა რაღაც პერიოდი დაასრულა და წავიდა დავამშვიდობეთ ერთმანეთს, მას შემდეგ აღარც მინახავს. შან ეხლა დეკემბერში არა, მოკლედ ეხლა 2024-ში ლაშქრობაზე ვიყავით ტრანსცენდენტული მედიტაციის ჯგუფი და ბევრი ვიყავით, რამოდენიმე ტრანსპორტით ვიყავით და ეხლა ესე ყველა არც დამინახავს ვინ იყო. ჩავედით გუდაურში, გადმოვედით, შევიკრიბეთ რაღაც ადგილას, გამოვიხედე და ეს ბავშვი დაიარება, ცოტა გაზრდილია უკვე. დღეს არის მგონი სადღაც 16-ის უნდა იყოს რა, თუ არ ვცდები, თუ არ ვცდები. რამხელა იყო? მგონი 13-ის მე მგონი. იმიტომ რომ თინეიჯერების ჯგუფი მყავდა და ხო სადღაც ესე პლუს მინუს რა. ხო. ვიხად უყურებ. ვთქი ეგარი თუ არ არის. აკოს ვეძახი ხარ მეთქი. ეს ვინ არის? თან ხო ესა გადავამოწმო რომ ნამდვილად ის არის თუ არა. ხა კი ვიფიქრე რომ მშობელს წამოყვა ალბათ და ხა მის მშობელს არ ვიცნობდი და ხა ბუნებრივია ალბათ რომ რაღაც უბრალოდ წამოვიდა. აი მაგ ყველაფრის არაზეც ეხა ვსაუბრობთ რომ როცა მოზარდი თინეიჯერი ბავშვი ესე ვთქვათ ამ თემებზე იწყებს საუბარს, ხმამაღლა საუბარს, ეგეც მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ შეიძლება შენ თავს ესაუბრებოდ, შენ საუბრობდე, მაგრამ როცა ამას აზიარებ ესე ხმამაღლა თავდაჯერებულად შენ ხელა ხალხში უკვე რაღაც სხვა პროცესები მიდის შენში და მგონია რომ მაგისი უკვე შედეგი არის რომ აი როცა იწყება ესე ღიად თვით შემეცნებას, კითხვების დასმას, ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ისეთ თემებზე როგორც არის ეს სულიერი თემები ეზოთერული, აი ეგეც რომ შემდეგ თავისით პოულობენ რაღაც მედიტაციებს, რაღაც არხებს, ეგეც მგონია უკვე შედეგობრივი, იმიტომ რომ აი მაგას რომ დათესავ და ესე ვთქვათ გაამყარებ მაგ პროგრამას ბავშვი და მოზარდში, აი რო იზრდება ეს ხე, აი ტოტები არის უკვე ის მედიტაცია თუნდაც თავის დროის სწავლა, შენ რო გიყვირს რომ ვა რა მაგარი არის, უკვე რო ხედავ რომ ის დამოუკიდებელი ძლიერი ადამიანია, რომელმაც ასე თუ ისე თავის გემზე ესე ელქანი მყარად მოჭიმა და მიდის. კი, ხო. ძალიან მაგარია მაგის ყურება. ხო, წარმოვიდგენია, ხო. ყველაზე მაგარი რამეა. ხო, rewarding რო არის სიტყვა ეგეთი იქნება, ხო. კი, და ნამდვილად სასიცოცხლო ძალებს ხვებულობ აქედან. ხო. არ ვიცი, ძალიან მადლიერი ვარ.
ძალიან მადლიერი ვარ მშობლების, რომლებიც მენდობიან და ჩემთან მოყავთ შვილი. ძალიან მადლიერი ვარ თვითონ ამ ბავშვების, ვინც მოდიან და ამ ხელანდობას მიცხადებენ, რომ იცი როგორ იხსნებიან და ისეთ თემებს მიყვებიან თავისი ცხოვრების და ისეთ რაღაცებზე მელაპარაკებენ, აი რაღაცნაირად თითქოს აი ხო შენც გექნებოდა ეხა ეგეთი ურთიერთობები რა, ვისაც აი რაღაცნაირად აი რომ დააყრდნობ თავს და ხო შენ ზვირფას რაღაცებს გავუზია. არის იქ ხო აი თითქოს ეს ხდება ხოლმე და ეს ჩემთვის არის არ ვიცი რა სულ რაღაცა ისე როგორი აი ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეგ ძალიან მათი ნდობა ჩემს მიმართ ეს არის ყველაზე ძვირფასი რაც შემილია რომ რაც შეუულიათ რომ მომცენ ხო და მე ჩავმატებდი რომ ისა კიდე ძალიან ძვირფასი რომ შენ აძლევ მათ საშუალებას რომ აი შენ იყო ისეთი ადამიანი ვისთანაც ისინი შეძლებენ რომ ეგრე მოდუნდნენ და გეყრდნონ და აი თავისი მართლა აი უძვირფასესი კითხვები რაც აქვთ რომ ესე დაგისვან გაგიზიარონ და შენ რომ იყო აი ეს ადამიანი ვინც ესე ვთქვათ მიეხმარება მათ გამოიკვლიონ გზა ამ სამყაროში და ხო ესე ვთქვათ ორ მხრივი ძალიან ძვირფასი პროცესი არის და მადლობა ვცდილობ ხოლმე როგორც გამომდის მე ძალიან ბევრს სწავლობ მათგან სინამდვილეში მე მაგათი მოსწავლე ვარ აქტიურად ხო ეხლა მაინტერესებს თეო უკვე უშუალოდ აი ეტაპამდე წმინდით აი როგორ მოხდა შენი და აი ამ სივრცის ერთგვარი შეხვედრა როგორ აღმოაჩინე და აქ ატარებ შენ შეხვედრებს მოზარდებთან მაინტერესებს თუ არის რაღაცა ისეთი თემატიკების აი შენახსენე რომ აი ამ თავის საკუთარი თავის იმაზე გქონდაო შეხვედრაო რომ ხო თვით შეფასებაზე თემატიკების მიხედვით ყოფ შეხვედრებს თუ ეს უფრო სპონტანურია თუ აი როგორ უდგებია ხო ეგ მაინტერესებს და ხო აი რომ მოყვე აი ამ სივრცის ურთიერთობაზე და რას ესე ვთქვათ აკეთებდა თესავ აქ მოზარდებში იმიტომ რომ ძალიან ძვირფასია აი რასაც უყურებ ყოველთვის ბავშვები რომ გამოდიან აი სუისფის რო ეს ჟრიამული ყველა ბედნიერი არის უფრო ამაღლებული განწყობით მიდის და ხო ესეთი აღმამფრენი პროცედურა არის და აი მაგაზეც რო გითხრა ჩვენ და მსმენელს მადლობა ამ სივრცეს როგორ დავუკავშირდი შენი არხი YouTube-ის როცა შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში 3 წლის წინ დაახლოებით რანაირად მოვხვდი აღარ მახსოვს მაგრამ მოვხვდი და მახსოვს ერთი ვიდეო სადაც ნიკა რაღაცებს ლაპარაკობს და უცბად ახსენებს რომ აი შტაინერს რო აქ ამ წიგნში რაღაცა სიმი გამოკრაებული მეთქი ეს ვინ არის? რატო არ ვიცნობ? პირველი ეგ შეკითხვა გამიჩნდა რომ რას ქვია ეხა ვიღაცა აქ ისა მეგონა რომ ყველას ვიცნობდი ვინც ამ თემაზე ლაპარაკობდა. ხო, ანთროპოსოფიურ საზოგადოებას. ხო, იმიტომ რომ ნუ მართლა ბევრ ადამიანს ამ სფეროდან ვიცნობ რა და თბილისში ვინც რამეს ლაპარაკობს ამ თემაზე მოკლედ. და ხა ეს არ ვიცი, ეს ახალი იყო რაღაცა. ეგრევე დავკონექტდი მოკლედ დავიწყე ამ ვიდეოების მოსმენა, ყურება შემოვიდა მე ასევე ანგელოზის გული ჩემ ცხოვრებაში ასე ნინოს ხმა რომელიც ასე ლისზე საირდობის დროს თან მახდა და ძალიან მაგარი იყო და პრინციპში ეგ იყო ყველაზე რთული პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩემ ცხოვრებაში. როცა ესე ყველა რო ყვება ხოლმე, ხო იცი, რაღაცა ფსკერში მოგზაურობის ისტორია. შენთვისაც დროს დაემთხვა ესე. მაგ ქვეყანაში ნამყოფი ვარ და ზუსტად მად მოგზაურობდი ეს პერიოდი.
როცა ეს ვიდეოები ვნახე და ძალიან დამეხმარა. მე გავიგე ისევ ნიკასგან რომ ასტროფსიქოლოგია არსებობს და ხან ფსიქოლოგიაში თუ რამე არის მე ყველაფერი მაინტერესებს ხოლმე და მეთქი რა არის ამითი დავინტერესდი და მოკლედ გადავწყვიტა კონსულტაციაზე მე მქონდა კონსულტაცია ვისაუბრეთ წარმადლიერი არ მაქვს საუბრის და იქ ამ ვიდეოებში უკვე დაიწყო ხსენება რომ რაღაცა ცენტრის გაკეთება უნდათ სადაც რაღაცა გაერთიანდება ასეთი და ასეთი შეხვედრები და მეთქი ნეტა როდის იქნება აი მართლა მთელი გულით ველოდებოდი მთელი გულით ერთი სული მქონდა როდის გამოვიდა შემდეგი ვიდეო რომ იქ იტყოდა რომ აბა ხوار უკვე გაიხსნა თუ რაღაც დიდი პაუზებით გამოდიოდა ხოლმე ეს ვიდეოები და ერთი დღესაც ისევ მორიგი ვიდეოში ამბობს რომ უკვე რემონტდება ეს სივრცე მეთქი აუ ფაიხა აი მართლა გულწრფელად გავიდოდი და დამეწყო წარმოდგენები თუ როგორ მეც ვარ ამ სივრცის ნაწილი მაგ პერიოდში მე უკვე მედიტაციებს ვაკეთებ ტრანსცენდენტულს და ფიქრები წამოვიდა რომ ეს კი რა კარგი იქნება აქ ყველა ერთად შევიკრიბოთ და რაღაცა მედიტაციები ვაკეთებ და რაც მართლა დღეს ხდება და მე ვიფიქრე რომ ნეტა ხوار მივწერო რომ რამეში დახმარება ხوار უნდათ და რაღაც ძალიან ჩართული ვარ ემოციურად ამ ცენტრის ველოდები მთელი გულით მე დამეწყო ვიზუალიზაციები რომ ნეტ როგორ იქნება და ჩემს წარმოდგენებში ეს შენობა იყო დიდი ფანჯრებით დიდი შუშები ქონდა რაც დღეს ესე არის ზუსტად შიგნით იყო ძალიან ბევრი მცენარე კაი რას და ქონდა ხისიატაკი აი კი ვაუ კი ხო ვაუ დანარჩენი ეხა დეტალები არ იყო ნამდვილად ხო ეზო ქონდა ეზო ქონდა დიდი შუშები ხისიატაკი და ბევრი მცენარე აი ეს კომპონენტი ამ წინასწარი ხილე სიზმარში მოკლედ სიზმარი არ იყო უბრალოდ წარმოვიდგინე როგორი შეიძლება და რო ყოფილიყო ვაუ კი და რომ მეც აქ ვარ ხო მათთან ერთად მაგარია ხო მე გაიხსნა და ახალი წამოსული ვარ წინა ასე ვთქვათ სადაც მოღვაწეობდი იმ ადგილიდან და იქიდან წამოვედი და ეს გაიხსნა ხოდა ესე მოვედი ავდექი და პირდაპირ მოვედი ძალიან გულშემატკივრობდი როგორი იქნებოდა ასე შემდეგ და მე ის შეხვედრა შენც კი გახსოვს შენც იქ იყავი როცა მე გესაუბრეთ თუ რა მინდოდა და ხო ეგ შეხვედრა არ ვიცი აი დღემდე მაჟრიალებს ხო როგორი ესეთი სპონტანური იყო როგორი რაღაც უცბად soulmate-ური წრერო გაკეთდა და ყველანი რომ იყავით და მე რომ ყვებით ვახსოვს რომ ესე ნერვიულობთან შფოთვა მაქვს და რომ ყვები რა მინდოდა საერთოდ თქვენთან თუ ასე შემდეგ და თითოეული ეს ჩემს გარშემო რო ისხედით თითო როგორც მივიღეთ როგორც დამინახეთ არ ვიცი როგორც მისმენდით ანუ აი რავი ეგეთი რაღაცები ესე ეგეთი რაღაცები ყოველთვის არ ხდება და ეგეთი რაღაცები მეჯიკის გარეშე არ ხდება და ეს არ არის ჩვეულებრივი შეხვედრები მაგარია ეს იყო საოცრება მაშინ იმ საღამოს მართლა და ძალიან დიდი მადლობა პირიქით მადლობა შენ ასეთი მიღებისთვის რა ხო
და იმასაც რო შევეხოთ უკვე რო დაიწყე რამე გამომჩა არაფერი პირიქით აი უკვე რო დაიწყე აი აქ მოზარდებთან ურთიერთობა რო მაგაებზეც თქვათ ხო, მადლობა ამ იდეის მიღებისთვის, აღფრთოვანებისთვის, მხარდაჭერისთვის და რომ გავაჟღერე რომ ეს ამის გაკეთება მინდოდა აქ და რომ მოვყევი რომ რა მაგარი იქნებოდა რომ ეს სივრცე ასევე ბავშვებისთვის ყოფილიყო. იქიდან წამოვიდა პასუხი რომ ჩვენც ეგ გვინდა და ეს იყო ყველაზე მაგარი. კვანძი. ვახ, ესე იგი, მაშინ ახლა გადავიდეთ იმაზე თუ რას ვაკეთებ, ხო? კი ბატონო. აქ არის ჯგუფური შეხვედრები თინეიჯერებისთვის, რაც გულისხმობს 13-დან 17 წლის ჩათვლით ადამიანებთან მუშაობას. ეს არის, ასე ვთქვათ, ფსიქო-ემოციური, ეს არის ჯგუფები, რომელიც მხარს უჭერს მოზარდებს მენტალური ჯანმრთელობის პროცესებთან დაკავშირებით საკითხებში. ასე ესე კონკრეტული სახელი არ ქვია. მე ჩემთვის ესე ჩემი წრედა ვარ ქვი, მაგრამ მაგის შინაარსი ის არის, რომ აქ გაიშლება თემები, სადაც მოხდება საუბრები აი მენტალური ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიის, ფსიქოემოციური სფეროების შესახებ და ეს ძალიან დიდი თემა არის და პროგრამა, ასე ვთქვათ, შევადგინე ჩემი გამოცდილებებიდან გამომდინარე, რაც დამიგროვებია აქამდე და რა დაკვირვებებიც მქონია, რომ რა საჭიროებები აქვთ დღეს მათ, აი მათი მიდან გამოვედი უფრო მეტად ინტერესებიდან და ასე შემდეგ, თუმცა ეს შეიძლება ასევე შეიცვალოს ხოლმე, იმიტომ რომ უკვე აქ მოსულ მოზარდებმა მომცენ რაღაცა იმპულსი, ან კიდე ახალი ინტერესი დამანახონ, რაც მათ ჭირდებათ და ის გავაკეთო. ამიტომ მაგაში არ შემზღუდეს და ყველაზე ძალიან ეგ მომწონს, რომ შემოქმედებითი პროცესი არის ეს ჩემთვის და მაგის გარეშე მე ვერ მუშაობ. რომ რაღაცნაირად ხო ეს თემები ძირთად არის ხოლმე, ხო უკვე რაც მქონია, ეს არის თვითშეფასება, მე და ჩემი ფიქრები, ემოციები, სტრესი, სტრესის მართვის ტექნიკები, საშუალებები და ასე შემდეგ და ნუ წინ კიდე ბევრი თემა არის, იმიტომ რომ ჯერ ახალი დაწყებულია ეს პროექტი, ჯერ არც ისე ბევრი შეხვედრა ყოფილა კონკრეტულად ამ სივრცეში, ამიტომ წინ ძალიან ბევრი თემა არის, რაც დაგეგმილია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება აბსოლუტურად მათი ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმოს ახალი. ხო, ეგეც უკვე უშუალოდ მათთან მუშაობაში და პრაქტიკაში გამოჩნდება აუცილებლად, მაგრამ ხო. ესე იგი, ურთიერთობებს იქნება თემები ურთიერთობებიდან, ურთიერთობა როგორც საკუთარ თავთან, გარემოსთან, ოჯახური ურთიერთობები, კლასელები, ასე შემდეგ, სოციუმი, მოკლედ ფსიქოლოგიაში, რაც შედის, ხო? ძირთად ყველა თემა იქნება გაშლილი. ხო, მაგრამ ცოტა უფრო სხვანაირი პრიზმიდან, არა. რა თქმა უნდა. ხო, არა ტრადიციული, მაგრამ ისეთი საკმაოდ ეფექტური და ღრმაცულიერი ჩემი აზრით. და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეგ მაგ პრიზმიდან დანახული იგივე თემები, რაზეც ხდება, აი უფრო ყოველდღიურ სიტუაციაზე ფსიქოლოგიაში. საუბარი მგონია, რომ უფრო სხვანაირ ნაყოფს მიცემს იმ მოზარდსაც, ვიდრე ის ჩვეულებრივი და შენც მაგას რო უკეთებ, უფრო ის მიმართულების მიცემას ეგ ძალიან მაგარია. მადლობა, კი, პრიზმა ნამდვილად მერითიც ვარ გაჟღენთილი, ის პრიზმა იქნება სხვანაირად არ გამო. რა თქმა უნდა, ცხადია. ამიტომ საინტერესო დაკვირვება კიდე არის ის, რომ აქ რაც დავიწყე ამ შეხვედრების გაკეთება,
მოდიან მოზარდები, რომლებსაც იგივე თემები აინტერესებთ. და როდის იყო ახლა ორშაბათს მქონდა შეხვედრა თავისით და ესე იგი საერთოდ სხვა თემაზე შევიკრიბეთ. და სულ სხვა თემაზე ისაუბრეთ. ესე იგი ერთ ბავშვს ჰქონდა ესეთი ის რომ მეო მაინტერესებსო რა ხდებაო გარდაცვალების შემდეგო და ისო ცოტა ამაზე ყველაზე აქტიური თემა მაინც ეგ არის ხო ასე თუ ის არა ყველაზე ვერ ვიტყოდი მაგრამ არის ხოლმე ხო და ფიქრები მაქო ამასთან დაკავშირებითო და აიო და ეს ბუნებრივი ფიქრები არის ხა რომ გავიხსენოთ ჩვენი თავი ყველას გქონია კი აბარა ხო და უბრალოდ მაშინ იყო რომ ამას კეტავდა რა გარკვეული სოციალური წრეები და არ მიმაჩნია რომ ჩასაკეტი ამბავია და დავიწყეთ რაღაც ხო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი რაც არის ჩემს სამუშაოში რომ მე ძალიან სიღრმეებში არ შევდივარ ეს უკვე არის ღრმად ფსიქოთერაპიულ პროცესებში არ შევდივარ ეს არის უფრო ფსიქოთერაპიული და ფსიქოთერაპევტის საქმე და თუ ამის საჭიროებას დავინახავ ბავშვთან, მე უკვე მშობელთან კომუნიკაციაში მას გადავამისამართებ აუცილებლად და ამ საკითხებს ის ცალკე დაამუშავებს. ანუ აქ არ ხდება ამისი რაღაცა ფსიქოანალიზი, ხო, ეს ერთი რომ ესა. საკმაოდ ისე რომ უბრალოდ ეს ბავშვი რაღაცა ესე არ გაუშვა, რაღაცა პასუხებს რა, ხო, და ხო. ხო. ну ჯერ დავიწყეთ რომ რა, ესე იგი შენ თვითონ რას ფიქრობ რომ რა ხდება ასე და მე დანარჩენება დაიწყეს პასუხის გაცემა, როგორც ხდება ხო. აღმოჩნდა რომ იბდენი რამე იციან სინამდვილეში, რა, მე ხელებს წევ მაგათ წინაშე რა. ხო და ძალიან მაგარი ჭირდებათ სივრცე, სადაც ილაპარაკებენ. ნამდვილად. ილაპარაკებენ და ჭირდებათ შენაირი ადამიანები, ვინც მაგას მიცემს მიმართულებას, იმიტომ რომ მანდაც მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც მგონია მაინც რაღაცა კალაპოჩი უნდა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვურის მაინც ისეთი არის, რომ აი ძალიან გადაიზარდოს სხვა რაღაცაში, მაგრამ ეგეც ალბათ ერთგვარი ძიება არის, არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ შენც რახან ფასილიტატორი ხარ, მაინც ყურადღებას აქცევ, რომ მაინც რაღაც წესრიგი იყოს, ხო? კი, ზუსტად მაგისთვის ვარ ხოლმე, რომ გიდირება რაც ხსენე რა, მაგ რაღაცა ფორმაში მოვაქციო, ისე უმტკივნეულოდ, ისე რაღაცა შტამპირებული პასუხებით კი არა, რაღაც ერთ მაინც აი ცოტა ანთროპოსოფიული ისეთი მიქსი. კი, ზუსტად. არ ვიცი ეს თუ როგორ ხა ეს აი შინაგანი ვერც ხსნი როგორ ვაკეთებ სიმართლე რომ გითხრა, იმიტომ რომ აი ძალიან შინაგანი პროცესია რა. აი რა ხო. კარგი თეო, მადლობა. როგორც შეგვეძლო ავხსენით. კი, მე მგონი ყველა თემა ძალიან კარგად გავიარეთ და ისეთი ხილული გახდა უფრო რასაკეთებ და რატო და როგორ აკეთებ, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, საიდან მოდიხარ, რამ განაპირობა შენი სულის გზა, აქამდე რომ მოსულიყავი და როგორ ყველაფერი საბოლოოდ შეერთდა რაღაც ერთიანობად და შენ უკვე აი ამ ერთიანობის გაზიარებას აკეთებ და სხვა თაობას იგივე გზას გადის რეალურად გზა ერთი არის სხვადასხვა იმებით რაღაც ხელს უწყობ და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში შენ ამისთვის რომ ამ საქმეს აკეთებ და ძალიან მიხარია რომ ამ სივრცეშიც აკეთებ ამას მოზარდებთან და ესე ვთქვათ აძლევ მათ აი ამ ხელსაწყოებს და ანვითარებ. მეც მიხარია, მადლობა. შეიძლება რომ ერთი შეიძლება კიდე კი, აბარა, კი. ხო, ერთს დავამატებ. ანუ ეს შეხვედრები ამ ეტაპზე ჯერჯერობით ტარდება კვირაში ერთხელ. ხო. ასე იგი ჯგუფში მოზარდების რაოდენობა მაქსიმალური არის ხოლმე 12, ну მაგაზე ჯერჯერობით. ასეა. და მე მინდა ასევე აღვნიშნო მშობლებთან კომუნიკაციის ასპექტი, იმიტომ რომ გაჩნდება ეს შეკითხვა და საერთოდ ვინაიდან მე ბავშვებთან მაგ შეხება
ასე ვთქვათ, არასრულწლოვან აუდიტორიასთან, აქ მშობელიც არის ჩართული აუცილებლად და თუ მას რაიმე შეკითხვა ექნება პროცესთან მიმართებაში, ხო, შეუძლია რომ იკითხოს ჩემი ტელეფონის ნომერი, მიკავშირდება თვითონ და მე მას ვაწვდი უკავშირს თუ რა ხდება, როგორ ავარ. კი, ხო, ეს არ იყოს რაღაცნაირად მარტო მე და ბავშვი არ ვართ ამ შემთხვევაში, ვართ მე ბავშვი და მშობელი და ისიც ჩართულია ამ პროცესში. თუ მისი ინტერესი იქნება, მე ღია ვარ მათთან საუბარში, ეს ტელეფონით მოხდება თუ ისე შევხვდებით აქ, სულ ერთია, თუმცა მე მინდოდა ეს გამეჟღერებინა, რომ ეს კომუნიკაცია მე მათთან მაქვს და უკვე იქ დეტალურად ის პროცესები რაც ხდება ამ კითხვებზე, ყველა კითხვაზე პასუხს ვაძლევ მოკლედ. ეს კიდე რა მინდოდა რომ დამემატებინა. ხო, კიდე კაი გამახსენდა. ეხა ისე არ გამოვიდეს რომ რაღაცა გინდა თუ არა მარტო ისეთ თემებზე საუბრობთ ხოლმე, სადაც რაღაცა სიკვდილს იცოცხლე თუ რა ვიცი. არა. ეგ ერთ-ერთია. ხო, ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება, ხო, დანარჩენი მოკლედ უფრო მეტად, აი, ჩემი მოსავალი წერტილი უფრო და მიზანი არის, რომ ფსიქოგანათლება გავხადო ხელმისაწვდომი. რაც ძალიან აკლიათ დღეს, რაც ამის დიდი დანაკლისი არის რა, სკოლებშიც, სხვა წრეებზეც, ხო? ანუ ფსიქოგანათლებით მივიდეთ მე დანარჩენ ასპექტებში. თუნდაც მე უკვე სულიერ ასპექტებში. ხო, იმიტომ რომ ეგ ერთგვარი დამიწება არის, მე ეგრე უყურებ ეგ ფსიქოგანათლება და აი შენი ფსიქიკის შესწავლა და სწორედ წარმართვა არის ერთგვარი დამიწება და გეხმარება შემდეგ უკვე მაგაზე, რომ აი სულიერი ცოდნა რაც შემდეგ შემოვა, აი რაც თქვი თავის ეს მედიტაციები იქნება, ძიება, თუნდაც შეიძლება ანთროპოსოფიაც აღმოაჩინო, ხო? ეგ ყველაფერი უკვე თუ შენ ფსიქიკურად იქნები მყარად დამიწებული, კარგად გექნება ფესვები. შენ თავში და შენ ფსიქიკაში იმ ხეს აი ძალიან ლამაზად და ძალიან მაგრა აღმართავენ ბავშვები. ხო, ფსიქოლოგია შვილი არის. ხო. დანარჩენი. სულიერების ასე ვთქვათ და ესე იგი ვაკეთებ პატარ-პატარა ნაბიჯებით და ვინაიდან მინდა რომ ეს ფსიქოგანათლება ხელმისაწვდომი იყოს მოზარდებისთვის. ძალიან მინდა და მე ხა განზრახვას გავაჟღერებ. ოკეი. ძალიან მინდა რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს რეგიონებში. ხო, მე ორივე ხელით მისალმები მაგას. მოკლედ იქაურმა თინეიჯერებმა ვერ გავიგე. მარტო თბილისელებისთვის არ არის. აი მართლა მთელი გულით მე არ მქონია შეხე არ მიმუშავია. პროსტორად თვითონ თუ ჩამოვიდოდნენ ხოლმე თბილისში და ასე თუ მიეწოდებათ მათ მსგავსი სერვისები, რაც საკმაოდ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული, მათთვის დიდ დისკომფორტებთან არის დაკავშირებული და ნუ ეხა კი ვიცით, რომ რა მდგომარეობა არის ისედაც და ეხა ვერ ფინანსურ რესურსს ვერ დებენ ამაში რა და არა და ძალიან ჭირდებათ. ხო და მე მინდა რომ ეს მათთვის იყოს უფასო, ხელმისაწვდომი და ძალიან მაინტერესებს იქაური თინეიჯერობა როგორ არის? იქაური ხო კითხვები, ისტორიები, ძალიან საინტერესოა. კი არიან საერთოდ და ერთი სული მაქვს, როდის მოვიცავ მათაც რა და როდის ჩავალ მათთან და მოკლედ ეს არის ჩემი განზრახვა. და განზრახვა გავუშვით. გაშვებულია. და მოკლედ ადამიანებო ამ ქვეყნისა. თუ იმა ქვეყნისა ყველგან სადაც ხართ მე მგონია რომ მოგმართეთ. თეო, მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი. მადლობა ძვირფასო მაყურებლებო, ძვირფასო მსმენელებო, ის იყო შენი პოდკასტი დროებით ნახვამდის.